საშინელი სურათი დახვდა ფონდის კორესპონდენტს, როდესაც 10 წლის გიორგისთან მივიდა. ეს არ იყო დრამატული ჟანრის ფილმის კადრი, ეს იყო ბევრად უარესი. აი ისეთი, ზარღვებში სისხლს რომ გაუყინავს ადამიანს. ინვალიდის ეტლში მზდომი ბავშვი, გასართობი ატრაქციონის წინით გადათვალებს ცრემლიანი უყურებდა, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ზუსტად მის წინ. ის კი გაუნձრევლად იჯდა დაჟანგებულ ეტლში. თავის ტვინის დაზიანების გამო მისი სხეული ფაქტობრივად პარალიზებულია. 10 წელი ტანჯვა, 10 წელი ტკივილი, 10 წელი შიში, 10 წელი უიმედობა. ნათქვამია, თვალები სულის სარგეაო. ხოდა გიორგის თვალებში რომ ჩაიხედოთ, მისი კეთილი სულის ანარეკლს დაინახავთ. გიორგი საბრალო დედა ჯერ სულ რაღაც 29 წლისაა. წარმოიდგინეთ, რამ ხელად კივილს გადიოდა ახალგაზრდა დედა, როდესაც ხედავდა, რომ სხვა დედები ლამაზი ეტრით ასეირნებდნენ თავიანთ შვილებს, თვითონ კი ინვალიდის ეტრით. წამით მაინც წარმოიდგინეთ ეს სცენა, რას გრძნობს ამ დროს დედის გული. ვარ ნათესავებთან ხანვისთან და ხანვისთან. არ მაქვს აქ მისამართი, არცად არ ვარ ჩაწერილი, ფაქტიურად სახელმწიფო იმის გამო ვერ მეხმარება, რომ აქ არ მაქვს საცხოვრებელი ადგილი. არც წამლებს მიფინანსებს სახელმწიფო, ვერც არაფერს. კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, რომ დამეხმაროთ გიორგიმ ფეხზე რომ გაიაროს და თამაში შეძლოს. ბავშვის მდგომარეობა დღითით ღირთულდება. ყოველი მომდევნო დღე სულ უფრო მეტად აგარგვინებს საბრალო გიორგის ფეხზე გავლის. დაგვიანებული მკურნალობა, დაგვიანებული ოპერაცია უშედეგოა. მოგმართავთ ყველას, ყველა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. გავერთიანდეთ სიკეთისთვის, გავერთიანდეთ სიყვარულისთვის, გავერთიანდეთ ბავშვის გადასარჩენად. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.